დავიწყოთ? მინდა მოგესალმოთ ყველას. დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, იმ მრავალ ასეულ ადამიანს, რომელიც მოვიდა ბიომედთან, რამდენიმე დღის წინ დაბადებისზე მქონდა და ხალხს არ ვავიწყდები და წარმოუდგენელი რაოდენობის სიტყვა წამოვიღე და ენერგია და მინდა გითხრათ, რომ თითოეული ამ ადამიანის წინაშე ვარ ვალში და ვარ ძალიან მადლობელი იყო სიცივე, ქარი, ყველაფერი და საათობის განმავლობაში ადამიანები და იქიდან მომხნევდნენ. მე მინდა მადლობა უთხრა ასევე აი ამ პატარა ბიჭს, რომლის სურათი ნახე, რომელიც დგას ამ ულამაზეს პატარა ბიჭს, რომელიც დგას აქციაზე თავისუფლების მიშას პლაკატით და მე მინდა არ მინდა ჩავმოთვალოთ ნეპოტიზმში, მაგრამ მინდა უბრალოდ წავიკითხო, რაც მომწერა ჩემმა საამაყო შვილმა ედვარდმა. მიშა დაფრთხე ძალიან გილოცავ დაფრთხეს ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში შეგიძლია გადახედო ბოლო წლებს და თქვენს და თქვა დაწუნებით რომ გაქვს რაც არ აქვს, რაც აქვს ძალიან ცოტა. აზრიანი ცხოვრება, შიგნით თუ გარეთ. თანამედროვე მონეტი ყველაფერს რაც ხდება და კიდევ დიდხანს იქნები ედვიჩე და ადი. მე მინდა შემდეგი რაღაცა მინდა გელადო სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ შედეგი რა თქმა უნდა უკვე გვაქვს. აი ამ უზარმაზარ სახალხო ენერგიას შედეგი არ იქნებოდა ეუთოს ასეთი დასკვნა თუ არა და ხალხის მასობრივი ასობით ათასი ადამიანის გამოსვლა. ეს დაიდო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სადაც გაცამტვერებულია ეს ეგრეთ წოდებული არქივები. ჩვენ რო ხმა არ გამოგვეყო. თქვენ რო არ ყოფილიყავით ქუჩაში, კაციშვილი ამას დასკვნებს არ დადებდა. ეუთო პირდაპირ მოუწოდებს ქართულ ხალხს, რომ იაქტიუროს და ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს საბოლოო დამარჩენების ბედი. ეს მე არ მახსენდება ასეთი დასკვნა. ეს არის ჩვენი მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან მაგარი მუშაობის შედეგი, ჩვენი ჟურნალისტების მაგარი მუშაობის შედეგი, პოლიტიკური პარტიების მაგარი მუშაობის შედეგი. მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო აქტივობა არის ძალიან პოზიტიური ხასიათი და ძალიან ასამკითხოს ამ პერიოდში, ასე რომ ძალიან რთულია ყველაფერი. ჩვენმა მეგობარმა დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ქართულ ხალხს, რომ იაქტიურონ ქუთებში. ასეთი რამე ის ძალიან იშვიათად ხდება. იგივეს მოუწოდებს ძალიან ბევრი საერთაშორისო მოღვაწე, სახელმწიფოს ლიდერები პრაქტიკულად იგივესკენ მოუწოდა პრეზიდენტმა მაკრონმა და ჩვენ რა თქმა უნდა ამ აქტიურობას აქვს კონკრეტული შედეგი. ამავე დროს მოდით მოვიწყოთ ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ეს მხოლოდ ერთადერთი ენა. ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცები, ეს არ არის ხონები, ეს არ არის თხოვნები, ეს არ არის მოწოდებები სასაცილოდ არ ყოფილა. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, ეს მოეწოდა საქართველოში, ეს მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა. და მეგობრებო, ჩვენ კი უნდა ვაწყლარებდეთ, ნუ გეშინიათ ხო? პირიქით უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხს წინაში არ დაიხევო რუკა. ჩვენ კი უნდა მოუწოდეთ რომ მოდით დაველაპარაკეთ. ისინი უნდა გვახსნათ კალთას რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთ-ერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები და შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამესკენ. რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ძალიან ყოველჯერზე უფრო მეტი შეტევა. ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვას ქართულ ხალხს ძალიან ბევრმა ბიზნესმა მოიღო ხმა, მაგრამ მათ ხარის გორჩა ის ხალხი ტენდერებზე იპარავს ფულს, ესე იგი კიდევ ჩვენგანს აწლის ჯიპიდან ფულს. ეს არის შენობების მათი არ შეშვება და არ გამოშვება, იმიტომ რომ ვიღა ტიპებს მიტაცებული აქვს შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას. და ვითომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით 1000 ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესე ჩვეულებრივად დადიან სამსახურში, შედიან, გამოდიან და იქ აკეთებენ განცხადებას. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს შენობები ეკუთვნის ქართულ ხალხს. ეს შენობები ეკუთვნის საქართველოს ერთადერთ ხელისუფლებულ წყაროს. ეს არის საქართველოს მოქალაქე. ამიტომ მე მინდა შემდეგ რაღაც გვაქვს ინფორმაცია რომ ივანიშვილს და ძალიან საკმაო ინფორმაცია რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს პური აეროპორტში. მეც მაქვს ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ სხვა ადამიანს. ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ ის არ ჩქარობს არცაც წასვლას.
ის თავისით არსად არ წავა. და თხოვნებით რომ მას თითქოს არაფერი არ აქვს და მას დასაკარგი აქვს ბევრი რაღაცა. მან ეს თავის თავზე მოირგო და მიაჩნია საკუთარ და თქვენ მიაჩნიხართ ზედმეტად ამ ქვეყანაში. ამიტომ ოდით ზედმეტ ილუზიები გავდოთ გვერდზე და როდესაც საუბრობთ შეტევაზე, საუბრობთ მართლა შეტევაზე. ყოველ ჯერზე ეს უნდა იყოს პირველად უფრო ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა და ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ. ეს რა თქმა უნდა არ არის პოლიტიკური ლიდერების მოძრაობა. ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი დიგიტალურ ეპოქაში ეს არის შესაძლებელი თვითორგანიზება. მაგრამ ამავე დროს კიდევ მეორე მხარეს გვაქვს საქმე სრულიად არაცივილიზებული, სრულიად დაუნდობელი, სრულიად ენალეზე წამსვლელი ეს პრეზიდენტში ძალასთან, რომელსაც ეზიზღება მათ ქართველი ხალხი და რომელსაც თუ ახლა გაუვიდა, ყველას დაიჭერს, ყველას გააქცევს, ყველას გაანადგურებს. მათ არ აინტერესებს, რომ პროტესტების დროს ეკონომიკა განადგურდება, რაც უფრო განადგურდება, მათთვის უკეთესი. რაც უფრო უარი სიტუაცია იქნება, მათთვის უკეთესი. ამიტომ ჯო არა გვაქვს ანაკონდას. ბევრი დრო აქვს ანაკონდას, ახსად არ ეჩქარება. საქართველოს ქართულ ხალხს ბევრი დრო არ აქვს და ახლა საჭიროა ის, რაზეც საუბრობთ. ეს პროტესტი და გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და აღმაღელვებელია ხურუმის ყურება რუსთაველზე. მაგრამ იმათ ნერვი არ უტოქნებთ. იმათ ეზიზღებათ ქართულ ხურუმს, უნონებად. ჩვენი საზომებით მოუდგებით მათ. ისინი სხვანაირად აზროვნებენ, სხვაგანაკიან ჩაჭრილი. და ამ სიტუაციაში მათ უნდა ველაპარაკოთ იმენით, რომელიც მათ ესმით. მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენით. სხვანაირ შემთხვევაში ეს შეშინება გაუვლით, თუ ამჩნევთ ბოლო ხანებში რაღაცა ცილობა რომ იპროფილაო და სხვა შემთხვევაში ისინი შეეცდებიან კიდევ ჩამოეკონციალო ხელისუფლება და ჩაიყოლოთ თავის წინააღმდეგ ჯაუში. ამის საშუალება არ უნდა მიყო. ამიტომ მეგობრებო, ხარს უჭერს ყველანაირ ფორმატს, რომელიც ხარს უჭერს ერთიანობას, კოორდინაციას, ერთად ყოფნას. მე მინდა გვესმოდეს, რომ სანამ ხალხი არის ქუჩაში, არის იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ ხალხი ქუჩაში უსასრულოდ არ უნდა იყოს და დაუსრულებლად. ხალხს ჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დაუშვათ. თუ ხალხი ჩამოყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გაუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ტრიფავთ, ის არ არის უბრალოდ ფონი განცხადებების. ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა ბოლომდე კითხავ იხუჟება ხელი ჩავკიდოთ ხელქვეყანაში ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება არის ძალიან ახლოს და არ უნდა გაგვისწრდეს ხელიდან ეს გამარჯვება, არ უნდა გაგვისწრდეს ხელიდან ეს ბოროტება. საქართველო იმსახურებს და მიიღებს ბევრად მაგარ მოყოლს. საქართველოს წყავს წარმოუდგენელი ახალი თაობა და წარმოუდგენელი ყველა თაობა. ყველა ასაკის ადამიანებს უსმენ და გაოგნებული ვარ ინტელექტის, შემეცნების, სოფლიო კონტექსტში თავის ჩასმის უნარის დონით. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა საქართველოში. ეს არის ნამდვილი რევოლუცია იმ გაგებით, რომ პრაქტიკულად ახალი ფორმაცია შედგა ქართველებს. შედგა ერთ-ერთი ყველაზე წინ სამოქალაქო საზოგადოებად გევანდელ ევროპაში. ეს არის ძალიან საამაყო. და ჩვენი ვალი მათ ვერ დაამარცხუნეს სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოების ვალია რომ არ იყოს სვერტი. არამედ იყოს პირიქით შეტევი, პირიქით აგრესიული, იმიტომ რომ ის სამდე მართალი. ხოხარ სამდე მართალი. და სამდე მართალმა არ შეიძლება იაროს წინ და არ შეიძლება დაიხიოს უკან. ასე რომ მეგობრებო, მე ჩემ თავი გადავდებ
თავი გავწი ჩამოვიდი ამაზე ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი, მაგრამ მე თაკეთს ვიხდი იმ უამრავი ადამიანის წინაშე, რომელსაც ასევე თავისთავად გადავდა. ახლა დროა ყველაფერი ეს გადაიზარდოს ჩვენს გამარჯვებაში. გადადების დრო არ არის, დაყოვნების დრო არ არის, მოთმინებისკენ მოწოდების დრო არ არის, იმიტომ რომ დრო არ იქნებს. საქართველოს წინ და რაც შეიძლება ჩქარა. გავიმარჯვებთ სახელოვნად. გავიმარჯვებთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და ერთობლივი გამოსვლებით. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვართ გამარჯვებისთვის დაბადებული ერთი. ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული საზოგადოება. და ვერანაირი სახესი, ვერანაირი ოლიგარქი, ვერანაირი კრიმინალური ბანდა ამ ჩვენ ტოვას გამარჯვებისათვის ვერ ჩაახშობს. მე მჯერა საქართველოში როგორც არასდროს. აბა თქვენ იცით წარმატებები და я хочу привітати с Різдвом Христовим український народ, перемоги і миру нам всім, і щастя, і успіхів. Дуже пишаюсь своїм українством, дуже пишаюсь народом України. Щоб асулოცав українელებს, რომელიც ყველაზე იმობენ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს და щоб ასულოცავ ყველას, ვინც ყველაზე იმობს ქრისტეს შობის დღესასწაულს. აბა თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება.